მოგესალმებით მეგობრებო, დაბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და დაპირებულად როგორც გითხარით, ეს ვიდეო იქნება UFC 329-ის betting განხილვა. ვიდეოს დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ დავალაიქოთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, მადლობა დიდი. წინა ჩვენი აზერბაიჯანის კარდი არ წავიდა ისე როგორც მეგონა და როგორც მე მინდოდა. არ ჩაუღრმავდები ახლა მაგას, ვინც ნახეთ ის ჩემი წინა ვიდეო, თქვენ თვითონვე ნახავდით თუ რა როგორ იყო. ეხლა გადავალ UFC 329-ზე. ძალიან მაგარი კარდი გვაქვს, ძალიან მაგარი ჩხუბები, თუმცა არ არის ამ კარდზე ბევრი ისეთი ჩხუბი კოეფიციენტების მხრივ, რაც მიზიდავს. მეც მარტო ერთი ბილეთი მაქვს გაკეთებული სულ ორი პოზიციით, რაც ყველაზე მეტად მგონია ისინი მაქვს აღებული. თუმცა არის კიდევ რამდენიმე ისეთი რეალური ჩხუბი და რეალური კოეფიციენტი, რისი აღებაც შეიძლება და ზუსტად მაგაზე ვილაპარაკებ ახლა. სულ ქვემოდან დავიწყებ და მხოლოდ იმ პოზიციებს და ჩხუბებს ვიტყვი, რაც რეალური მგონია. პირველი ჩხუბი ალესანდრო კოსტა კოდი ტურდენის წინააღმდეგ. ამ ჩხუბში მგონია, რომ კოსტა დარჩება გამარჯვებული, კოეფიციენტების მხრივ დიდად არ მომწონს, მაგრამ მაინც რეალური მგონია ძალიან კოსტას მოგება. 1.29 აქვს ახლა ჩემთან. ვფიქრობ, რომ შეიძლება კოსტას უბრალო გამარჯვების აღება და ბილეთში ჩამატება. შემდეგი იქნება დამიენ პინასი ცეზარ ამეიდას წინააღმდეგ. ბევრად უკეთესი მგონია პინასი. ეს ორი მებრძოლი სტრაიკერები არიან, აუცილებლად დგომშიველი ამ ჩხუბს და ვფიქრობ, რომ პინასი უფრო ფინიშერი სტრაიკერია, უფრო მძიმე ხელები აქვს. თან ალმეიდას წინა ჩხუბებში ვნახეთ, რომ ატარებს ალმეიდა დარტყმებს და ვფიქრობ, რომ რაღაცას გაუტარებს პინასი, ჩაუცავს და დააფინიშებს. ამიტომ რომ რამე პინასის უბრალო გამარჯვებასთან ერთად ვფიქრობ, რომ შეიძლება KO-ს აღებაც, ორი აქვს კოეფიციენტი და ეს ორი პოზიცია მომწონს ამ ჩხუბიდან. შემდეგი ჩხუბი ლუკ რაილი კაი კამაკას წინააღმდეგ. ამ ჩხუბშიც მგონია, რომ ლუკ რაილის აქვს ძალიან რეალური გამარჯვების შანსი. დგომში ბევრად უკეთესია ვიდრე კაი კამაკა. ალბათ კაი კამაკა შეეცდება ჭიდაობას, მაგრამ არ ველი რომ ესეთი მძიმე ჭიდაობით გამოვიდეს. რაღაც მომენტში შეიძლება პატარა პრობლემები შეუქმნას რაილის და ცოტა გაწელოს ჩხუბი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ რაილი აუცილებლად მოიგებს ამ ჩხუბს. ფინიშზე ცოტა უყოყმანო, შეიძლება decision-იც იყოს, შეიძლება ფინიშიც იყოს, არ არის გამორიცხული. ამიტომ ყველაზე safe იქნება რაილის უბრალო მოგება. არ აქვს ისეთი არაფერი კუში, 1.34 აქვს, მაგრამ ვფიქრობ ბილეთში შეყვანა შეიძლება ამ ჩხუბის. შემდეგი ჩხუბი გებელ სტივსონი ელიშა ელისონის წინააღმდეგ. აქ ეხა სტივსონს ძალიან დაბალი კუში აქვს. ერთადერთი პოზიცია რაც მომწონს არის რო ჩხუბი პირველ წუთში დამთავრდება. არ ვიცი რამდენად არის თქვენ საიტებზე ეს კოეფიციენტი, მაგრამ ჩემთან არის 6 და 10 აქვს კოეფიციენტი. რა თქმა უნდა, გეიბლ სტივსონის მხრიდან ველოდები ფინიშს ამ პირველ წუთში და ვფიქრობ, რომ შეიძლება ამაზე გარისკვაც. ძალიან კაი კოეფიციენტია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ ეგრევე გამოსვლისთანავე გადაუვარო სტივსონმა. ძირითადად ეგრე შვება ხოლმე, ძალიან აქტიურად იწყებს ხოლმე თავის წინა ჩხუბებში, ყველა ჩხუბში ეგრე ქნა და აქაც იგივეს გააკეთებს. თან ახლა UFC-შია, დიდ სცენაზეა, დიდ ქარზე ჩხუბობს და აუცილებლად თავიდანვე შეეცლება, რომ გადაუაროს ელისონს. ბობი გრინი ტენეს მაკინის ჩხუბში მომწონს პოზიცია პირველ რაუნდში რო დასრულდება ჩხუბი. ძირითადად პირველ რაუნდს არ ცდება ხოლმე ტერეს მაკინის ჩხუბი, არც ეს ჩხუბი მგონია, რომ გამონაკლისი იქნება. თავიდანვე შევარდება ტერეს მაკინი და გადაუვლის ეგრევე ბობი გრინს, ან კიდე რაღაც 3-4 წუთისკენ დაიღლება, თუ ვერ მოახერხა ეს თავიდანვე და მერე ბობი დააფინიშებს აქეთ. შემდეგი ჩხუბი კავანა როივალი. ჩემი წინა ვიდეო თუ ნახეთ პროგნოზების, კავანას ფიქი გავაკეთე, მაგრამ კოეფიციენტი არ მომწონს ძალიან. კავანასი 1.54 აქვს, როივალის 2.73. ვფიქრობ, აქ შანსი ორივე მებრძოლს პირველი რაუნდის ფინიში რო აიღოს. კოეფიციენტები თანაბარი მაინც უნდა იყოს. მოკლედ როივალის 2.73 მომწონს. ძალიან დიდი ანდერდოგია, არის ფასეულობა. თავის გამოცდილების ხარჯზე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი შანსი აქვს როივალს რო დარჩეს გამარჯვებული. შეიძლება გარისკვა და როივალის გამარჯვების აღება. შემდეგი ჩხუბი იქნება კორი სენთენგენი მარიო ბაუტისტას წინააღმდეგ. პროგნოზების ვიდეოში როგორც თქვი, ბაუტისტას გამარჯვება მგონია, ძალიან მომწონს ბაუტისტა ამ ჩხუბში, ამ მატჩაპში 2.18 კოეფიციენტით. საერთოდ ყველაზე მეტად ამ ქარდზე მომწონს მარიო ბაუტისტას გამარჯვება თავისი კოეფიციენტით. 2.18 აქვს, რემატჩია, ძალიან მოხოდილია ახლა ბაუტისტა. ვფიქრობ, მისი სკილები ახლა შეესაბამება კორის სკილებს, უფრო უკეთესი თუ არ არის, არაფრით არ ჩამოუვარდება. მოტივირებულია, დიდი ხანია კორის სახელს იძახის, უნდა ეს ჩხუბი მიიღო ახლა როგორც იქნა და ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიგოს ეს ჩხუბი და ავიდეს რანკინგებში კიდევ მაღლა. კომეინი, სენდენისი, პიმბლედის წინააღმდეგ. ამ ჩხუბში პროგნოზების ვიდეოშიც თქვი, რომ ძალიან მიჭირს რომელიმე მებრძოლის აღება, მაგრამ რაც მომწონს არის მეორე რაუნდი დაიწყება
1.36 აქვს კოეფიციენტი, ვფიქრობ მეორე რაუნდი უეჭველი უნდა დაიწყოს და შეიძლება კიდე მესამე რაუნდი რო დაიწყება მაგის აღებაც, აი ამას აქვს ძალიან კაი კოეფიციენტი 2-დან 0.3 აქვს ჩემთან. ვფიქრობ რომ გაიწელება ეს ჭუბი და არ გამოურიცხავ რომ decision-ამდეც მივიდეს. უფრო მაინც რო რამე პედისკენ ვიხრებოდი, თან კოეფიციენტიც მომწონს underdog-ია, მაგრამ ეხლა ამ კვირის ინტერვიუებს რო უყურებდი, Fight Week-ის ინტერვიუებს და ვლოგებს, ძალიან არ მომწონს პედი როგორც გამოიყურება, ძალიან დამდნარია, რაღაცნაირად ძალიან უენერგიოა, ალბათ ბევრს იკლებს წონას, ისედაც სულ ბევრს იკლებს ხოლმე, ყველამ ვიცით, ჭუბებს შორის რამდენ წონას იმატებს, არაჯანსაღად იგივება, მაგრამ ამ ბრძოლის კვირაში რაღაც განსაკუთრებულად არ მომწონს. თვითონ ჭუბში მაინც ვენდობი მის ყბას და მის გამძლეობას, გეიჯისთან რეებიც აიტანა, ვფიქრობ, აქაც გადაიტანს ბენუასგან. თვითონ აქედაც არ მგონია რომ დააფინიშოს და ზუსტად მაგითო მგონია რომ გაიწელება ეს ჭუბი. და ბოლოს მთავარ ჭუბში, კონორის და მაქსის ჭუბში მომწონს მაქსის კოეფიციენტი. ნახდად არ ვფიქრობ რომ ამ 5 წლიანი ლეიოფის შემდეგ ესე უბრალოდ ადგეს, მოვიდეს და თავის პრაიმში მყოფი მაქს ჰოლოუეი დაამარცხოს კონორმა. ეხლა კოეფიციენტებს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ კონორი ამხელასახელია და რაც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან ბევრი ფანი ყავს, აუცილებლად ხალხი დაბეთავს კონორზე ყოველთვის, ვისთანაც არ უნდა იჭუბოს და ზუსტად მაგიტო არ აქვს დიდი გუში, რომ მაინც ფული მოდის კონორზე. ჰოლოუეის უბრალო გამარჯვება 1.47 მშვენიერი კოეფიციენტია, მაგრამ მე რაც მომწონს განსაკუთრებულად არის მაქსის ფინიში 1.72 აქვს ჩემთან. უბრალოდ ვერ ხედავ 5 რაუნდი როგორ უნდა გაუკაჩოს კონორმა, თავიდანვე თუ არ დააფინიშა კონორმა, რამეზე თუ არ დაიჭირა, აუკრიფავს აუცილებლად ჰოლოუეი და რაღაც მომენტში დაშლის კონორს და დააფინიშებს. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. შეგახსენებთ კიდევ რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ჩემ პიკებზე. თქვენ რა ჭუბები და კოეფიციენტები მოგწონთ, მე კი დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში, შემდეგი კვირისთვის. Peace out.